საღამომშვიდობის 11 წუთია 20 წუთი დაახლოებით რაღაც ესე. მოკლედ დღეს რა ვაკეთე? მაღაზიებში ვიარე, ბაზარში ვიყავი, სარეცხი დავრეცხე, ჭურჭელი დავრეცხე, სახლი დავალაგე, მოკლედ მივალაგე რა ცოტა რაღაცეები აქ იქ, ეს კედელი ნერვებს მიშლის აი ამის გამო, როდის გავაკეთებ არ ვიცი. ხო, მეზობლის სარეცხიც დავრეცხე, ჩემი სარეცხი ერთი აგერ გაფენილია, მეორე კიდევ ქარის. ხო და ვარა ერთ ამბავში სოსოს დავულაგე თავისი მაგი და მიესალმე. ხო, ეს აქ დავკიდე. ხო, ვისაც სურვილი ექნება, შეგიძლიათ მომწეროთ, ფასსაც პირადში გეტყვით. მოკლედ აი ესეთი ხა ძალიან ისე არ დამილაგებია, მაგრამ როგორღაც ესე მიულაგე აქ აურობა, ეხლა მოკლედ აი ესე ვიძინებ ხოლმე, კაი ანთე ხო. ანთე. არა ესე მიულაგე. სოსო, ანთე, ერთი წამი. არაფერი არ ჩანს, ხო? ხო და მოკლედ კაი ამინდია, კარგი კი არა, ისე ცხელოდა დღეს, რომ რო გავედი, ვერ გავთვალე მეთქი მაინც რა მოვიცვი რაღაცა და გავიხადე და ისიც რაც მეცვა შიგნიდან იმაშიც ძალიან დამცხა. მოკლედ ესეთი ამბები სარეცხი გაფენილია, ესეც კი გავრეცხე. კატები ზიან წყნარად. ეს აქ დავამაგრე ბოსნეულისთვის კუთხეში, რა ვიცი, დროებით იყოს ესე. ეს რატო გაიწია ასე? აჰა, ესე. მოკლედ დავაბლენდერე დღეს რაღაცები გავრეცხე, ესეც ჭურჭელი, ქვაბები, ტაფები, ყველაფერი ახლა ციციბურას ვხარშავ. ხო, ეხლა მოგიყვებით ხო მაკარონი და ეს აღარ დარჩა წიფწილი თუ რა ქვია იმას გუფთები. ხო, აი ესე ჭურჭელი ესეთ ამბავშია, ეს წინდები მაქვს კიდე გასაფენი. სარეცხის მანქანა მუშა. კიდევ ერთხელ მოგესალმებით. ეხლა მოუნდა გაწურვა სარეცხის მანქანას და ხმა აქვს. ახლა მინდა გავაკეთო ყავა. სადი მივირთვით დღეს ორჯერ მივირთვით, ასე რომ არ ვიცი ძილის წინ თუ რამე მოუნდა სოცოს არ ამგონია. ხო, ეხლა გეტყვით რა ვიყიდე, სად ვიყავი, რატო ვიყავი გასული. ისე სხვათა შორის ძალიან ბევრი დამეზოგება, ანუ ახის ამბავში, იმიტომ რომ აქ მაინც ძვირია ყველაფერი და თან კიდე ბევრი რაღაცა უხარისხოც თურმე. ხო. ესე იგი თან გავაკეთებ, სადაც ეს გრძელი კოვსი. ბარონში ვიყავი და მოვიტანე ყავა. მედია მეყოფა ეს ერთი კვირა. უნდა მეყოს, იმიტომ რომ სახლში მარტო დილას ვსვამ ხოლმე და მოსვლის დროს ანუ ორჯერ. მოკლედ ყავით ვიჭრიპები რა. სამსახურშიც მიწერს დალევა, იმიტომ რომ მეძინება ხოლმე ვითიშები, რაღაცა პერიოდი მაქვს, რაც დაახლოებით ესე 4-დან 5-მდე, აი რაღაცნაირი გათიშვა მჭირს. და მე გადამივლის ხოლმე. ხო, ისიც ვიყიდე, უკვე ბანკაში ჩავყარე ნაღები. აი ეს ფხნილი ნაღების და ვიყიდე ფარში, შერეული ხორცის ფარში ვიყიდე. სოსოს უნდა ეს გუფთა მაკარონით ეს ეგრეთ წოდებული წიფწილის ეძახიან რა, ფილმიდან ვისაც გახსოვთ ჰენკოკი ფილმი, მანდარის. ხო და იმ აქედან გამიჩნდა სურვილი თავიდან მაგის გაკეთების და იმის მერე რაც გავაკეთე, რა ვიცი, სოსოს მოსწონს, რომ მაკეთებინებს, როცა არის მაგის საშუალება, ხო და ახლა
ვიყიდე ეს ფარში, ამას ცოტა ხანი გადმოვდგა, რაღაცა წყალი დააკლდა. ხო, წყალი დააკლდა, ხო, დავამატე ამას წყალს. ხო და ვიყიდე შერეული ფარში, პომიდორი, აი სასხმოლი როა იმაზე, რა ქვია. ერთ ცოტა შედარებით იაფი, მართალია, როცა მდუღარეს ასხავ, კანი კარგად ისე ძრება, ანუ მსხვილად, კარგ პომიდორს ხო თხელი კანი აქვს და შიგნიდან უფრო რაღაცნაირი რბილია, ცოტა მკვრივებია და სქლად ძრება. ანუ მოკლედ, მაინც კაი გამოვიდა ამ იმას კერძს უნდა აუცილებლად ცოცხალი პომიდორის, ანუ ისა соуსი. მაკარონი, ეს მაკარონი ვიყიდე, ეს რა ქვია, აი ვოქშიც რო ვიყენებ, მოკლედ ესეთები რო ესეც ნასურეტები რო აქვს რა, ესეთი და ამითი გავაკეთე. მოკლედ ჯერ იხარშება ეს მაკარონი ცალკე, ამერე ეს გუფთები რა, ფარში, ნუ სტაფილოძებს ვხავ სხვათა შორის. სასაცილო რაღაცა, ნუ სასაცილო რა, უცნაურია რომ. აი ეს საფქვავი, აი ამ საფქვავმა იმისი რა ქვია, ბლენდერის ამ საფქვავმა წვანილი და ეს ხახვი და ყველაფერი ისე კარგად დამიბლენდერა. ანუ მარტო საფქვავი არ არის, პატარა ჩოფერივით არის რა. ხო და ოღონდ ის რა ქვია იმას, ცოტა დავჭერი. რო ძალიან მკვრივები არ ყოფილიყო რა. დავიღალე. დასვენების დღეს ვიღლები. დილიდან ესეთ ამბავში მოკლედ რომ გავიღვიძე, ყავა დავლიე და ჩავიცვი, წავედი. ის რო არის, ის რო დიდი მაღაზია როა, სადაც ფხვნილები, ისინი ესენი რო იყიდება, იქ ვიყიდეთ მის აღებავი, არ ვიცი დღეს მოვახერხებ თუ არა, ისე მეძინება უკვე. ჯერადროსია ძილი, მაგრამ უკვე მეძინება. და ვიყიდე ჩემი თვის აღებავი. სველის ხელსახოცები, ანუ სველის სალფეტკებს რო ეძახით. და ისა და რა, ტუალეტის ქაღალდი და ესენი რა, ეს ქაღალდი რა. უბრალოდ ხელსახოცები. ხო. ალაც მოვადუღე. დღეს გაფი ვაბანავე. ჩხილები დავაჭერი. როგორ მიყურებს. ხო და ეს თითი კიდე მტკივა, ეს რო დამკაცრა. გაფი, ნუ ძალით არ უნდა უბრალოდ ძალიან შიოდა და მომეციო დროზეო რა, ეს საჭმელს რო ვაძლევდი და წარამარა წყალში რომ აქვს ხელები, იმიტომ გამიზეს და არ მოშუცდა დროულად და მალომაც წავისი, რა ვიცი, იოდი წავისი, ყველაფერი წავისი და მაგრამ ჯერ კიდე სხვა არ არის რა მოშუშებული. და ეს ანუ იმ მაღაზიაში ეს რაც შევიძინე, ახლა ჩამოვთვალე. მე ხო მანამდე ესა ბარონში შევედი, ეს ყავა ვიყიდე და ეს რძის, როგორც თქვი, გუშინ ნაღების ფხვნილი და მე ქვემოთ არის ჩასასვლელი, სადაც ბოსნეულობა იყიდა, იქ ვიყიდე ის პომიდორი მწვანილები, კიდე რა ახალ მახსოვს.
ხო მე იქით რომ გზაზე რა უკვე რომ აქეთ მოვდიოდი დავინახე აი ეს სულგუნი ქონდათ დაჭრილი რა ხდება მან ეს ჩუბობი ხო და სულგუნიც ვიყიდე მოკლედ თავს ვიკავებდი მეთქი რაც საჭიროა ის უნდა იყიდო მადი სხვა არაფერი იმიტომ რომ მე მახასიათებს ხოლმე მაგალითად ვიტყვი წავალ პურზე და პურიც ხომ მაქვს მაგრამ პურის გარდა ქვეყანა რაღაცა მაქვს ხოლმე ხო და სხვათა შორის ამბოლ ხანებში ვისწავლე რაღაცები ცოტა ასე ვთქვათ ხელმომჭირნეთ ცხოვრებას ვეჩვევი შევეჩვიე და პრიორიტეტებიც ისე მაქვს უკვე გადახარისხებული მაგალითად აი ოჯახისთვის რა არის კარგი რაც აი ესეთ რაღაცებს ყიდულობ ხოლმე რა მე არ გეჩეს ხო და ასე რომ იმ დღეს სხვათა შორის მეგობრებო უნდა გაგიზიაროთ ხო მარტო 3 წელი პომიდორი დავტოვე და ესა ერთი დიდი სტაფილოს მხევარი აი ეს მეთქი სალათისთვის ოღონდ მე გააკეთებ სოსო ან ნახეთ რომ ხელა სტაფილოა შეხედეთ ნახევარი გავჭერი ჩავახეხე იმას ფარში ისე რა ფერტილებს რო აკეთებდი ხო სხვა არაფერი სადაც ფოთლები უკვე უნდა სასწრაფოდ გავხარჯოთ თორემ მოკლედ აი ეს არის მეგობრებო აი ესეთი კრემი იმ დღეს მინდოდა მეჩვენებინა ესეთი კრემი გავაკეთე აქ არის რაღაცა ზარმაცი ნამცხვარიო თუ რაღაცა ინტერნეტში ვნახე და დავინტერესდი მეთქი რა მარტივად კეთდება თქო მოხარშული ზღუშონი და არაჟანი მეგობრებო აური ერთმანეთში და უგემრიელესია უბრალოდ მე როგორც გავუკეთე ახლა ორცხობილას არ მოვხდა იმიტომ რომ ორცხობილა თვითონ არომატიზირებულია ტკბილია და ამას უფრო მოხდება ეს აი ეგრეთ წოდებული დამსკი პაუჩკის რო ეძახიან ტერამისუსის რო იყენებენ და ასევე ანუ უშაქრო კრეკერები რა ასე ვთქვათ პეჩინიუს რო გავს რა ეს ფორმით რა ეგ მოხდება ძალიან და ძალიან გემრიელი კრემია მოკლედ ეს აქ ბრძანდებოდეს სხვათა შორის ვალიოს კარაქი არ მქონდა გასინჯული ძალიან მომეწონა დედა რა მალე მოიხარშა ხვალ საღამოს ვანდა უნდა გამოვიდეს და როგორც იქნა აღიქცეს რა შაბათ-კვირას მაინცო დილის სვა ვიყო წარმოიდგინეთ რა ძალიან იმაშვებიან ჩაგრავენ ეს არის საფრია ნიკორა იქ კორპუსებს შორის არის მოკლედ და ну აი სხვებს უკეთებენ შეღავათებს და ვანდა ყავთ ისე რა აი დაბალიღობე რა მონასავით და ყველაფერს ხომ მაგას აკეთებინებენ და თან კიდე დღეებსაც აი ესე თვითონ ურჩევენ რა რომელი ცვლა იყოს და საერთოდ ზოგადად ხო წესია ესეთი ნებისმიერ ესეთ ქსელურ მარკეტებში რომ უნდა იყოს ანუ გრაფიკი შედგენილი ერთი დღე ვთქვათ ერთი ადამიანი დილას უნდა იყოს მეორე დღე საღამოს უნდა იყოს მაგრამ აქ არეულია რაღაცა თავის ჭკუაზე აქვთ დალაგებული სათავისოთ ანუ ეტყობა ნაცნობობა რა ვიცი რა არის მოკლედ როგორც ჩანს მენეჯერი ცოტა არასწორი ადამიანია ხო და ესე მეგობრებო ცოტა დავიღალე ცოტა კი არა კარგად დავიღალე ხო ვფიქრობ ხო მე მთლებს თუ შევიღებავ ხო კარგი თუ არა და ხვალ უნდა შევიღებო და ისე მირჩევნია დღეს რომ მოვიშორო და ხვალ ცოტა უფრო მეტად დავისვენო სოსო სუთხარი დღეს მეთქი შედი შენი ბანავე თქო ანუ უჩემოთ მაინც ვერ იმაშვება ანუ უჩემოთ რა მე აუკრძალე რომ მაინც
არ გინდა მეთქი ახლა ფეხი რო აუსრიალდეს, რა ვიცი მე სახში ვიღაცა უნდა იყოს, რომ რამე რო იყოს, რომ დაჭირდეს და მიწახოს, ხო და ესე მარტო ის კი არა, ჩემ მეზობელს სულ ვეჩხუბები ხოლმე, მარტო არაფერი გააკეთო, ანუ როცა მარტოა სახში ისეთ მარტო ახლობე ძირთადად კიბეზე იცის ასვლა ან სკამზე და ან ნატურას სulis ან რაღაცა, აჰა, მოხედავთ, ხანძარით მოუვიდა, დაემართათ როგორ ქვია. კარგია. ყავა, ბარონის მაინც კარგია. მე ესა როგორ ყიდულობ ხოლმე ბარონის ყავას, ანუ დაფქული ვარ უკვე, ანუ ეს ასორტია რა, ყველანაირია, შიგნით არეული და მაგაზე ვეუბნები ხოლმე გამიწონეს თქვენ, იმიტომ რომ კი ახლა ყოფილა რომ ესე ამირჩევია მარცვლები და დაუქვიათ, მაგრამ რაღაცა ისე არ მომწონს ხოლმე და ეს ანუ ცოტა მაგარიც არის, ცოტა რბილიც არის, ну კომბინირებულია რა მოკლედ. ხო ის თარო ქვია თუ რაღაც ესეთ კაცს გავაკეთე. ანუ ბოსნიულისთვის, ну დროებით იყოს და მე რაღაცას მოვიფიქრებ. შეიძლება მაგ კუთხეში უკვე გაზი რო გვექნება, ანუ ბუნებრივი აირი. მაგ კუთხეში შეიძლება ეს კალათები როა, ხო იცით, ბოსნიულის შეიძლება იქ დავდგა. ჯერ იქამდე მივიდე. ესეთი სხვათა შორის ერთი ლაიფჰაკი უნდა გაგიზიაროთ, რომ როდესაც ფურცელზე წერთ გეგმას, მაგალითად, უნდა დავლიო ყავა, ხო? და ჩამოწერთ, ხას გაუსმევთ, ხო? დაალევთ ყავას, ხო? ანუ პლუს დავწერთ, რომ შეასრულეთ. და ესე რა, ეტაპობრივად, უფრო მეტ საქმეს აკეთებ ადამიანი, უფრო მეტი გამოგდის, ვიდრე ფიქრებში, რომ რაღაცას გაიფიქრებ. აი, თითქოს გეგმას მიყვები და როგორ ვთქვათ, ახლა ადამიანები ვართ რა, ესეთი რომ ბევრი ფიქრები გვაქვს, ბევრი სურვილები გვაქვს, მაგრამ აი ესე აბდაუბდათ ვართ რა. ხან ერთს ვისრულებთ ვითომ რაღაცა გავადროთ, მოკლედ აი ესე კანტიკუნტად რაღაცეები, ხო? ну ყოველ შემთხვევაში მე ეცევა. და როგორც კი, ანუ გავუკეთე ამას ორგანიზება და ჩამოვწერე და ეტაპობრივად ესე ვასრულებ, ხო, უფრო გამომდის და უფრო ხარისხიანად ვაკეთებ ყველაფერს. და ხო, მართლა კიდე სულ დამავიწყდა ეს ორი ჯამი ვიყიდე იმაში, რა ქვია, ძმებში. თითოეული მეგობრებო, რა ვიცი, სალათებისთვის მშვენიერია სალათი რო დაჭრა ან რაღაცა იქ ჭადი ფქვილი მოზილო, მოკლედ ან ხარში შეაძავ. ძალიან კაი ჯამებია, რა ვიცი, მე მომეწონა, დღეს ვიხმარე უკვე, გავრეცხე. ხო და სამსახურისთვის ვიყიდე, ჩემისაც ცოტა ვიხელები, არ ვიცი, გამოჩნდება, არ გამოჩნდება, მოკლედ აი ნაპრალებია და დაბზარული და გამომშრალი, არ ვიცი, ჩანს, აი შეხედეთ, რა ვიცი, თუ გამოჩნდება. მოკლედ ძალიან საშინელ მდგომარეობაში მაქვს ხელები. ეხლა გაჩვენებთ როგორი ხელთათმანებია, რომელსაც მე ვხმარობ სახლშიც, ანუ აბაზანისთვის ოღონ, ისე ერთი ჭურჭლისთვის მეც უნდა ვიყიდო აქ მქონდეს. აი ესეთი მეგობრებო, აი ესეთი სილიკონის, ანუ ყვითელი, ეხლა მე ყვითელი ამოვიჩი, კიდე რაც ფერი იყო. 3 ლარი გვეც, აი აწერია ზე 3 ლარი. და მე ავარჩიე ესი, ანუ small, პატარა რა. პატარა ხელები მაქვს და რა თქინდა, ეხლა დიდი და გიგანტური, თან პოჭელი უნდა დავრესო, სამსახურისთვის ვიყიდე. ну რა ვიცი, ვეუბნებოდი, იქ არის, ესე იყიდება, ეს ღირს რაღაცა, მაგრამ რაღაცა ვერა და ვერ დაადგეს საშველი და ჯობია ეს ჩემ ხელებზე მე თვითონ ვიძრუნო და წავიღებ ამას სამსახურში. ესეც ასე. ესე იგი, დობის რაფას. ისე დამნაშავედ იგრძნო ისეთ სახით შემოხედა. რა იყო დობი? დობი რა იყო?
რა იყო დობი? რა? ვერ გავიგე? რა თქვი? არ მესმის. იჯექი, ბატონო, იჯექი. ოღონდ ჭკვიან. მელაპარაკება ხოლმე. მელაპარაკება ხოლმე ჩემი. ჩურჩუტი. ნახოთ. ხო და ეს მეგობრებო სათვალებში ცოტა არ იყოს. არა ისე კი ვერ ხედავ ესე ახლოს რაღაცის განახომი და ხო სათვალებიც უნდა შევცვალო უკვე ნათქვამი მაქვს აქ ჩვენ გამზირზე იმდენი ის არის რა ქვია ოპტიკა ყოველნაბიჯზე ერთი ის არის აფთიაქში აქ კუთხე ოპტიკის და სათვალები ანუ თხელი ეგრეთ წოდებული აправით და იმას გავაკეთებინა და ანუ ჩემი რა დიზაინი და მინდა რომ ისეთი იყოს რომ ესე ძალიან ჩქარჩქარა არ იყოს გასაწმენდი კარგი იქნებოდა საერთოდ არ მჭირდებოდეს ეს სათვალეები ძალიან ადრე მომწონდა ხოლმე რა ბავშვობაში რომ უყურებდი და ვერ წარმომედგინა რა ცუდი ყოფილა და რა დისკომფორტული როცა გაკლდება მხედველობა ეხლა მე შორს ძალიან კარგად ვხედავ აი წასაკითხად როგორც კი ოდნავ ახლოს მოვიტან აი სუბუნდოვანია ვეღარაფერს ვერ ვხედავ და აი ესე მიწევს ხოლმე ცოტა შორს გაწევა ვთქვათ მობილურს რაღაც თუ იმ მომენტში სათვალე არ მაქვს ესე და მაღაზიაში კიდე ფასს კი ვხედავ მაგრამ დასახელებას ვერ ვხედავ და შტრიქ კოდებს ვერ ვხედავ მოკლედ სათვალების გარეშე ესეთი ამბები ხო მოკლედ ახლა ვფიქრობ ცოტა ხანი ხო არ წამოვწვეთ ხო დავისვენო რაღა დროს დასვენებაა წესით ახლა უკვე ღამის ძილით უნდა იძინებდე ადამიანი მაგრამ სოსო არ დაიძინებს ესე მალე და კიდე არ მინდა რომ მივაქციო ყურადღება ჯერ შევიდე საბაზანაში ყველაფერი მოკლედ ესეთ ამბებში ვარ რა დღეს ვიფიქრებ ნუ პრინციპში შაბათი ესე ახალმე რა როგორც წესი რა იყო ხო მოგცემ საჭმელს მაცალეთ შაბათ კვირა დაცვენება ნუ კვირას უფრო მინდა რომ დავისვენო ჩემი თავისთვის იყოს ნახოთ არ ვიცი წინასწარ არაფერი არ ვიცი შეიძლება რაიმე შეიცვალოს ფიქრობ ისეთ ხო მართლა კომენტარი დამიწერეს რაღაც ოპენაერი იწყებაო რომ წარმოვიდგინე ეს იქნება იქ რასაც შეიძლება გაფიქრებაც არ ვიდა მე მომწონს ლიზისმა როცა ანუ ნაკლები ხალხი მოძრაობს და სეირნობა რომ შესაძლებელია ზუსტ ჰაერზე მოკლედ ბევრი ხალხი და ეს აყრილობა ეს ასმელები და რაღაცეები ეს არ არის ჩემი ხო და სხვაგან გავისიებნებთ იმედი მაქვს ნახოთ მოლოდინი მოსრო ხვალ არ ვიცი რა ფიქრობ დაწმინდის პარკი ცოტა საფრთხოა იმიტომ რომ ჯერ რუსთაველზე უნდა ავიდე იქ არის ავტობუსი ანუ იქ ჩერდება ავტობუსი დაწმინდის პარკის და პირდაპირ იქ არის დაწმინდის პარკში ნახოთ არ ვიცი რა რაღაცას მოვიფიქრებ კარგით მეგობრებო დაგემშვიდობებით დღეს კი მინდოდა მეთქი ჩემთან ერთად გატარებთ საყიდლებზე და გათვალიერებინებთ რა სყიდულობ რა საყიდულობ რა არის მოკლედ ხალმაც მირჩია კაი საშუალება მე ეს ვიყიდე სიო ხო და იქ უკეთესი რაღაცა ყოფილა და მე ვნახოთ ხო და მოკლედ ესეთი ამბები რა არ გამოვიდა რაღაცა ახლა წარმოვიდგინე ჩქარობდი მინდოდა ჩქარა მომესწროს ყველაფერი მოსულიყავი მე საქმეები გამიკეთებინა და აი ესე კარგით აბა გაკოცეთ და ყველა წარმატებულ საღამოს დილას მოკლედ წარმატებას გისურვებთ და აბა თქვენიცით